გამარჯობა, ჩვენო ძირფასო მაყურებელო, ეს არის პოდკასტი ემიგრანტები დღეს და ამ პოდკასტის მასპინძლები მე თამარა ჯობავა და ჩვენი მარიამ ჯაფარიძე, რომელმაც ხმა შეიცვალა, მაგრამ იგივე ადამიანი დარჩა. ეს პოდკასტისთვის დავიბახებ ხოლმე, რომ უფრო კარგად გამოვიდეს და უფრო სერიოზულად აღმიქვას ხალხმა. ასე გადავწყვიტეთ. მოკლედ, მოგესალმებით ჩვენო მეგობრებო, ჩვენო მსმენელებო, იმედი გვაქვს, რომ პირველ ეპიზოდს უკვე უყურეთ და მოგვისმინეთ და გაიგეთ ჩვენი ისტორია და ჩვენი მიზანი თუ რატომ დავიწყეთ ეს პოდკასტი და დღეს ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, უკვე ჩვენი პირველი სტუმარი. ცოტა არ მჯერა ამას რომ ამბობ, მაგრამ მაინც ქეთი გულიაშვილი, რომელიც არის ასევე ჭიათურიდან, ჭიათურელმა ავიკელით აკაურობა მოკლედ რა. დღეს უმრავლესობაში ხართ ჭიათურელები და მჩაგრეთ ეს მეგრელიკანი, მაგრამ ავანაზღაურებ შემდეგში. ქეთის აქ ძალიან საინტერესო ისტორია, რომლის დიდი ნაწილი მე ვიცოდი, მაგრამ რაღაც ნაწილი არ ვიცოდი და ახლა ხან გავიგე და მჯერა რომ რა ვიცი მე მაგალითად ვიტირე ქეთის ისტორია კიდევ დეტალებში რომ გავიგე და ქეთი მოდი გაგვეცანი პირველ რიგში მოგვიყევი შენ შესახებ ჩვენ როგორც ვიცით ამჟამად ცხოვრობ ამჟამად აქ ხარ ჩვენთან სტუდიაში მაგრამ ხარ დანიაში ემიგრანტად მანამდე ძალიან ბევრს სწავლობდი მუშაობდი კიდევაც შენი პროფესიით და მოკლედ ძალიან ბევრი რაღაც გამოგივლია რომ მოგვიყვე ამის შესახებ ცოტა უფრო დეტალურად კი ბატონო, პირველ რიგში რა თქმა უნდა მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის და ზოგადად ამ იდეისთვის და ამ წამოწყებისთვის, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანი და რელევანტური საკითხი არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. რაც შემეხება მე, ხო ეს ემიგრანტ ისე უცხოდ ჟღერს მაინც ჩემი ყურისთვის, მაგრამ კი, დღესდღეობით ფაქტობრივად ვარ ემიგრანტი, მაგრამ მანამდე ვიყავი სტუდენტი, მოხალისე, სოციალური მუშაკი და დღე მოვედი აქამდე. უფრო ცოტა დეტალურად გეტყვით დავასრულეთ ეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2019 წელს სოციალური მუშაობის მიმართულებით. შემდეგ ერთი წელი ვიყავი მოხალისედ ლიეტუვაში, ეს იყო European Solidarity Corps სამოხალისეო პროგრამა და მის დაფინანსების ფარგლებში. შემდეგ დავბრუნდი, რა თქმა უნდა, სამშობლოში და უკვე პროფესიული გამოცდილება მივიღე და ვმუშაობდი სოციალურ მუშაკად დღევანდელ ზრუნვის სააგენტოში, ბავშვთა ზრუნვის სააგენტოში. 2 წლის განმავლობაში. მოდიში ქეთი, რას აკეთებდი კონკრეტულად ამ სამსახურში რომ მოგვიყვე? ძალიან ბევრ რამეს და ანუ ეს სააგენტო არ მოიცავს რა თქმა უნდა მხოლოდ ბავშვთა ზრუნვას მე ძალიან ბევრ მოწყვლად ჯგუფთან მიმუშავია მათ შორის ხანდაზმულებთან მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მათ შორის ძალადობა გამოვლილ ქალებთან და ბავშვებთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებთან ძირითადი მაინც დატვირთვა მოდიოდა ამ კუთხით. ასე რომ ეს იყო ჩემი ძირითადი საქმიანობა ამ ადამიანების ასე ვთქვათ დახმარება, მიმართულების მიცემა, თუ კი ჩვენ არ გქონდა შესაბამისი სერვისები, შესაბამის სერვისებთან გადამისამართება, თუმცა სამწუხაროდ მაინც სიმწირე გვაქვს ზოგადად სერვისების და არა მარტო ჩვენ სტრუქტურაში, სხვა სტრუქტურებშიც ეს პრობლემა იყო ხოლმე, მაგრამ მაქსიმალურად რაც შეგვეძლო ჩვენ ყველა მოწყვლადი ადამიანის და ჩვენთან მოსული ადამიანის დახმარებას ვცდილობდით. ხო, ეს იყო ძირითადი საქმიანობა. მე როგორ მოხდა ემიგრაციაში რა მოხდა? აი ამის შემდეგ, 2 წლის შემდეგ გავაგრძელე ჯერ სწავლა, მაგისტრატურა, იგივე მიმართულებით, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. საქართველოში არ მქონდა განხილული სიმართლე გითხრათ მაგისტრატურის გაგრძელება ყოველთვის, ჩემი ოცნება იყო, რომ საზღვარგარეთ უნდა მესწავლა, თუმცა რატომ? მგონი ყველამ ვიცით ამაზე პასუხი. მე მგონია და ვთვლი, რომ ბევრი
ბევრი რაღაც არის მაგისტრატურის საფეხურს შევეხები ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაც დასახვეწია და მეტად განსავითარებელი და რომ მოდი ასე ვიტყვი დავუშვათ ცოტა ისე რომ არ გამომივიდეს მაინც შეურაცხმყოფელად დამთლად ცუდად ვფიქრობ რომ იგივე რაღაცის სწავლა, რაც მე უკვე 4 წლის განმავლობაში ვისწავლე ბაკალავრზე, კიდევ იგივეს სწავლა, შემდეგი 2 წლის განმავლობაში და თან დიდი ალბათობით ამაში მე მომიწევდა, რომ გადამეხადა თანხა, იმიტომ რომ ვიცით გრანტების მიღება რამდენად რთულია და ძალიან ცოტა სტუდენტი სწავლობს მაგისტრატურაზე დაფინანსებით. აი, აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, რომ მინდოდა უფრო რაღაც ახლის საერთაშორისო გამოცდილების მიღება პირველ რიგში, რომ შემდეგ ეს საერთაშორისო გამოცდილება გამომეყენებინა ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის თუ ასე ვიტყოდით. თან მოდი აღვნიშნოთ კიდევაც რომ საკმაოდ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სტიპენდია მოიპოვა Erasmus Mundus-ის და რამდენიმე ქვეყანაში ისწავლე. კი. და ანუ მაინც საკმაოდ ძალიან დიდი მიღწევაა ეს რა, მოდი ვთქვათ. რა მოხდა? ოკეი, ვისწავლეთ ვიშრომეთ. ვისწავლეთ ვიშრომეთ რამდენიმე ქვეყანაში, დავიწყეთ დიდი ბრიტანეთიდან, ჩემი პროგრამა დიდი ბრიტანეთიდან დაიწყო, შემდეგ დანიაში, შემდეგ პორტუგალიაში და ბოლოს პოლონეთში, ანუ თითო სემესტრში თითო ქვეყანა. და შემდეგ დავბრუნდი საქართველოში, ეს იყო უკვე შარშან ზაფხულის პერიოდი, ძალიან დიდი ენთუზიაზმით, ძალიან დიდი შემართებით, მოტივაციით, იმედებით, თუმცა ხო ისე არ წარიმართა ყველაფერი როგორც მეგონა და როგორც დაგეგმილი მქონდა და ამაში ვგულისხმობ იმას, რომ სამსახურის მოძიების პროცესი იყო ურთულესი პროცესი და სრულიად უიმედო, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ მე რა თქმა უნდა ვაგზავნიდი ვაკანსიებს. არ იყო ეს ბევრი, ვერ ვიტყვი, მოვიტყვები, იმიტომ რომ ისეთი ცუდი პერიოდი დაემთხვა შარშან ზაფხულის პერიოდი, ვიცით როგორი პერიოდი გქონდა ქვეყანაში, არ იყო ბევრი ვაკანსია, თუმცა რაც იყო, მე ყველგან ვაგზავნიდი, მაგრამ სამწუხაროდ, ანუ უარყოფის იმეილიც რომ არ მოგდის, მე უკვე საკუთარ თავში შეგაქვს ეჭვი და საკუთარ თავს ეკითხები, რომ აი, ნუ თუ ვერავინ ვერ დავაინტერესე, ვერც ერთი დამსაქმებელი ჩემი CV-ით, რომ ანუ გასაუბრებაზე დამიბარონ. თუმცა, სამწუხაროდ მარტო მე არ ვარ ასეთ დღეში და ასეთი გამოცდილებით, ბევრი ახალგაზრდა. მარტო შენ არ ხარ მსგავს სიტუაციაში და საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა, რომლებმაც უცხოეთში მიიღეს ძალიან ისეთი მსუყე განათლება, ასე რომ ვთქვათ, ძალიან უჭირთ რომ დაბრუნდნენ სამშობლოში და აქ შესაძლებლობას ვერ პოვლობენ. და ახლა მე ეს მაინტერესებს, რომ ეს მომენტი დანებების მომენტი, აი როდის დანებდი და როდის იყო ეს მომენტი, როცა თქვი, ოკეი, აქ არაფერი არ გამომდის და ახლა უნდა წავიდე. ხო, ეს იყო უკვე რამდენიმე თვიანი უიმედო სამსახურის ძიების შემდეგ. შემოდგომის პერიოდი, როცა ვთქვი, რომ როდის ხდება ეს მოქმედება? შარშან ოქტომბრის თვეში, როცა ვთქვი, რომ ანუ ასე უიმედოდ და მოდი პირდაპირ ვიტყვი უსაქმოდ, ანუ რამდენი ხანი შეიძლება რომ გავჩერდე, მით უმეტეს ხო, ანუ დანაზოგიც რომ გამოცლაზეა უკვე და დანაზოგიც აღარ გაქვს და გჭირდება შემოსავალი. გადავწყვიტე რომ რადგან მე უკვე მქონდა დანიაში ცხოვრების და მუშაობის უფლება მანამდე სწავლის პერიოდში მიღებული, გადავწყვიტე რომ სანამ მომეცემა შესაძლებლობა რომ პროფესიულად დავსაქმდე, მოდი წავალ დანიაში და იქ დავსაქმდები. და ეს იყო 2024 წლის 27 ოქტომბერი, იმიტომ რომ 26 ოქტომბერს ხმა უნდა მიმეცა აუცილებლად. და მაგის გარშე ვერ დატოვებდი ქვეყანას. ვერანამდვილად მაგის მიხედვით ვარჩევდი ბილეთებს, რომ აუცილებლად ამის შემდეგ უნდა წავსულიყავი. და ხო 27 ოქტომბერს რატო იყო შემსასტი მნიშვნელოვანი არჩევნებზე წასვლა? ცალსახად, იმიტომ რომ ჯერა ყველა ხმის მნიშვნელობის, რა თქმა უნდა. კი.
ხო, ეს 27 ოქტომბერს დავტოვე ქვეყანა ასე თქვათ. და წახვედი ბოდიში თამარა, წახვედი დანიაში, ყავ დაბრუნდი იქ. აი ესეც რო გითხრა მოკლედ თუ კიდე ხო, დანიაში მოკლედ ვეცდები რომ მოკლედ გამოვიდეს, იმიტომ რომ ეს ძალიან ესეთი მრავალ შრიანი წელი იყო და ძალიან ბევრი კუთხით იმოქმედა ჩემზე და მომცა გამოცდილება. რასაკვირველია, მე აქედან რომ მივდიოდი, მაშინვე ვიცოდი, რომ იქმე პროფესიული კუთხით ვერ დავსაქმდებოდი, იმიტომ რომ სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელია ადგილობრივი ენის გარეშე იმუშაო ამ სფეროში. ამიტომ ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა მომსახურების სფერო და ჩემ შემთხვევაში ეს იყო საწყის ეტაპზე ერთ-ერთ კაფეში მუშაობა და შემდეგ შევიცვალე სამსახური და ეს იყო უკვე სასტუმროს housekeeping, სასტუმროს დალაგება. და მთელი წლის განმავლობაში ვალაგებ სასტუმროებს დანიაში და ამით გამოვიმუშავებ ხელფასს. კეთილი, რამდენი წლის ხარ? 28. 28. ოკეი, როგორია შენი ცხოვრება დანიაში ახლა? შეგიძლია აგვიღწერო? დანიაში ჩემი ცხოვრების ხო ძირითადი ნაწილი მოიცავს მუშაობა დილიდან საღამომდე და შემდეგ თუ გამაჩნია ენერგია მე მყავს იქ რა თქმა უნდა უკვე მეგობრები მანამდე ჩემი კურსელები ვინც იყვნენ და ერთად ვსწავლობდით დანიაში რამდენიმე მათგანიც დანიაშია და მუშაობს ისევე როგორც მე შესაბამისად ეს მთლად ანუ მარტო იქ არ ვიყავი მყავდა სამეგობრო წრე მაგრამ ხო ძირითადად ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში მუშაობის და პარალელურად სამსახურის ძიების გარდა ხო არ მახსენდება რაიმე ისეთი გამეკეთებინოს რაც თქვათ სიამოვნებაზე და დასვენებაზე და ასე შემდეგ ამაზეა ძირითადად ეს არის ხო ვიცი ახლა ეს ცოტა შეიძლება რთული კითხვა არის მაგრამ სამსახური თუ მოგდონს არა რა თქმა უნდა არ მომწონს იმიტომ რომ მარტივად რომ ვთქვა მე რომ სწავლა დავამთავრე ჩემი გონება იყო სრულიად სხვა ანუ მიზნებისკენ მიმართული და მე უცებ აღმოჩნდი ანუ ამ სფეროში სასტუმროს დალაგების სფეროში სადაც მნიშვნელოვანი არის ისეთი საკითხები, ვთქვათ, როგორ დავდებ ბალიშს, რამდენად სიმეტრიულად გავასწორებ საწოლს და ასე შემდეგ და ანუ ჩემი გონების ამ საკითხებზე გადართვა იმ საკითხებიდან, მაგალითად, როგორი სერვისები შევქმნა ბავშვებისთვის, როგორ დავეხმარო მათ, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში რა წვლილი შემიძლია შევიტანო და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში რა წვლილი შემიძლია შევიტანო, ანუ აქედან აქ რთული იყო გონებრივად გადართვა და ყველაზე ანუ ფიზიკურ დაღლაზე მეტად ეს მომენტი მიჭირდა რომ აი რა თქმა უნდა ანუ ეს სათაკილო არ ყოფილა ნამდვილად ჩემთვის და არც არავისთვის არ უნდა იყოს უბრალოდ სულ იმას ვფიქრობდი რომ აი მე ახლა ამას არ უნდა ვაკეთებდე მე უფრო მეტი შემიძლია და მეტად მე ჩემი შესაძლებლობები სხვა რაღაცებს უნდა ხმარდებოდეს. აი ეს ნაწილი უფრო მეტად მიჭირდა ვიდრე ფიზიკურად გადაღლა. თუმცა ანუ მთელი ცხოვრება სწავლობდი ფაქტობრივად, ანუ მიუძღვენი შენი თავის შენს პროფესიას, სწავლას და აი ამ სწავლის რაღაცა ასე ვთქვათ მოუდიდან, არ ვიცი ქართულად როგორ ვთქვა, შევმიშველეთ. ხო, ანუ სწავლიდან გადახვედი ფიზიკურ სამუშაოზე. და მიხედავს რომ შეიძლება ფიზიკურად იყოს დამღლელი, ასე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დამღლელი სამუშაო ეხა რაც თქვი მე მაგალითად ძალიან გამიჭირდებოდა. მაინც ემოციური და მენტალური შეგუება რთული, ხო? რასაც შენ ამბობ. ნამდვილად კი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეს იყო უფრო მეტად რთული ფაქტორი და არა მარტო ჩემთვის,
აი მეგობრები ვახსენე იქ მყავს მეთქი და როცა ვიკრიბებოდით და ვსაუბრობდით ამ საკითხებზე, მათთვისაც ეს იყო უფრო მეტად რთული ვიდრე ფიზიკური შრომა. და მგონია რომ ყველა ემიგრანტისთვის მეტად რთულია ემოციურად იმ ყველაფრის გადატანა და იმ გზის გავლა, ვიდრე ფიზიკურად რაიმე სამუშაოს შესრულება. კეთი, შენ არ ხარ პირველი ადამიანი შენს ოჯახში, ვინც ეს გზა გამოიარა და რაღაც ფილმის სცენარივით ამბავი გაქვს მარტო შენ არ გაქვს სინამდვილეში საქართველოში ძალიან ბევრი ოჯახის ამბავია ეს ამბავი და ძალიან ბევრი ჩვენი მსმენელი საკუთარ თავს დაინახავს ამ ამბავში დარწმუნებული ვარ. შენ ხარ მესამე თაობის ემიგრანტი. ანუ დედა ემიგრაციაშია, ბებიაც ემიგრაციაში იყო 10 წელზე მეტი. ეს რომ მოგვიყე, როგორ დაიწყო ემიგრაციის ისტორია თქვენს ოჯახში? და საინტერესო ისე სანამ დაიწყებ კეთი, რომ მე კეთს რო დავუკავშირდი თავდაპირველად, ზუსტად იმიტომ დავუკავშირდი, რომ ვიცოდი, რომ ის დედა და ბებია იყვნენ ემიგრაცია გამოკვლები, ასე ვთქვათ და სულ არც ვიცოდი, რომ კეთისაც ვთქვათ, მსგავს სიტუაციაში აღმოვაჩენდი. და ძალიან ცეთი სიახლე იყო ჩემთვისაც რა. ხო, ჩემთვისაც სიახლე იყო. არა მარტო შენთვის და ვთქვათ ჩემი მეგობრებისთვის ან ჩემი ოჯახისთვის, თუმცა ხო დადგა ეს ეტაპი. და რაც შეეხება ოჯახს და ჩვენი ემიგრაციის ისტორიას, ბებო იყო პირველი ემიგრანტი, კი 2000-იანი წლების დასაწყისი იყო, როცა ბებო წავიდა ისრაელში და 10 წელი იყო იქ. შემდეგ დაბრუნდა ქვეყანაში, ეს იყო უკვე 2014 წელი. დღემდე აქ არის ბებო, დღემდე საქართველოშია, თბილისშია. დედას ემიგრაციას რაც შეეხება, ესეც იყო სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება, ეს არ იყო ის, რომ ანუ ჩვენ ბევრი ხანი ვგეგმავდით ამას და ვემზადებოდით ამისთვის და ასე შემდეგ. 6 წელი გახდება უკვე ოქტომბერში, რაც დედა არის ემიგრაციაში, იტალიაში. შეგიძლია გაიხსენო, აი როგორ მივიდა დედა ამ გადაწყვეტილებამდე, აი როგორ წავიდა ქვეყნიდან და როგორი იყო ეს შენთვის? ხო, ეს როგორც თქვი, იყო ძალიან ესეთი თითქმის სპონტანური გადაწყვეტილება, თუმცა რა თქმა უნდა ამას წინ უძღოდა გარემოებები, რამაც მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე, ხო? იმიტომ რომ ესე თავისი ნებით და მოდი იტალიაში წავალ, ან მოდი საბერძნეთში წავალ, ასე არავინ არ მიდის ქვეყნიდან. არ მგონია რომელიმე ემიგრანტი ასე თავისი სურვილით იყოს წასული ქვეყნიდან. ალბათ რაც უმრავლესი ოჯახის შემთხვევაში არის გამომწვევი მიზეზი, ეს არის რაღაც ეკონომიკური პრობლემები და ეკონომიკური გარემოებები და ის უიმედობა და იმის გააზრება, რომ აქ დარჩენით ეს ეკონომიკური პრობლემები ვერ მოგვარდება და აქ დარჩენით ვერ გამოხვალ ამ მდგომარეობიდან. ეს იყო მიზეზი ბებოს წასვლის შემთხვევაშიც და ეს იყო მიზეზი დედას წასვლის შემთხვევაშიც და ალბათ ემიგრანტების 90 თუ არა მეტი პროცენტის შემთხვევაში. კი, რეალურად ეგ არის მთავარი მიზეზი, რომ თვიდან თვემდე შემოსავალი უბრალოდ არ ყოფნის ამ ქვეყანაში. და ამას ემატება მე ბანკის ვალები, იმიტომ რომ იმ შემოსავლით რაც გვაქვს უბრალოდ შეუძლებელია არსებობა აქ. კი. და ჩვენ ვიცით რა მხელა პროცენტებია ბანკის ესღებზე. საოცარი. და ეს ბანკის ვალი ეს გადაფარვა არის ხოლმე რაღაცა ბოლო ხაზი იმისათვის რომ რაღაცა სხვა გზა აღარ არის უკვე აი ახლა უნდა წავიდე. კი, ეს იყო პრინციპში ხო მიზეზი. იმიტომ რომ ხო როცა ანუ გროვდება იხდი ამ ყოველთვიურ გადასახადს, მაგრამ ამის გარდა რომ სხვა არაფერი აღარ გრჩება, ხო? ძალიან სამწუხაროა, როცა ასე ცხოვრობს ძალიან ბევრი ოჯახი დღესაც საქართველოში და კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ წასული ემიგრანტების დიდი ნაწილი ძალიან ბევრი წლის განმავლობაში იხდის ამ ვალს იქიდან. ანუ
რომ წახვალ ემიგრაციაში ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ ერთ წელში რაღაც დიდ თანხას დააგროვებ და ჩამოხვალ უკან დაბრუნდები. დიდი ნაწილი ამ ვალს იხდის, არ ვიცი, გააჩნია ვალის სიდიდეს და გააჩნია მათ იქ შემოსავალს დიდი ხნის განმავლობაში და ჯერ ასე ვთქვათ, ანუ იგივე რაღაცას აკეთებენ, ოღონდ სხვაგან მუშაობით და დამატებული, ანუ ოჯახისგან, ქვეყნისგან, ყველა საყვარელი ადამიანისგან შორს. ანუ ამაზე მინდა მეკითხა, აი ეკონომიკურ გეგმაზე, ხო, ხშირად არის ხოლმე, რომ ემიგრანტები მიდიან ისე, რომ რაღაცა კონკრეტული გეგმა არ არის აქვთ და ვალები არის мотиваცია ძირითადად და ეკონომიკური სიდუხჭირე, მაგრამ რაღაცა როდის არის მომენტი, როდესაც უნდა დაბრუნდე, ხო? რაღაცა ასეთი ეკონომიკური მიზანი, გეგმა თუ აქვს შენს ოჯახს ზოგადად? კი, რა თქმა უნდა, ხო, ამთან სხვა შემთხვევაში ალბათ აზრიც არ ექნებოდა, ალბათ რაც გაძლებინებს იქ არის ის, რომ ეს გეგმა შეასრულო, რაც შეიძლება მალე და მერე დაბრუნდე. რაც უმრავლესი ოჯახის შემთხვევაში არის, ეს არის საცხოვრებელი ბინის ადგილის შეძენა. ისევ სამშობლოში. ისევ სამშობლოში, რა თქმა უნდა, კი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ოჯახი დღეს ვიცით, რომ არის საცხოვრებელი ადგილის გარეშე, ან ქირით, ან გირით, ან იგივე თქვათ, ან ბანკების ვალის გადაფარვის გამო მოუწიათ საცხოვრებლის გაყიდვა და ასე შემდეგ და ხო, საცხოვრებელი ადგილი და საცხოვრებელი ბინის შეძენა არის ამ შემთხვევაში პრიორიტეტი. ანუ აი ხაზი რო გაუსვათ მაგას, ხო, რომ ანუ ხალხი იმიტომ კი არ ტოვებს ქვეყანას და იმიტომ კი არ მიდის ემიგრაციაში, რომ ფუფუნების საგნები უნდათ. მათ ანუ ხალხს ჭირდება მინიმალური და გადარჩენისთვის მიდის, რომ საკუთარი ოჯახები საქართველოში გადაარჩინონ და ეს არ არის რაღაცა მართლა დიდი ეკონომიკური იმის დოლარის დაგროვებაზე, ხო? ეს არის მართლა თვითგადარჩენის ინსტინქტი და ამიტომ მიდის ხალხი. და მგონია რომ ამას ძალიან ისე უნდა კეთი, დედა როგორ არის? დედას რა ქვია? ნანა. ნანა. მოდი მივესალმოთ რა, ქალბატონო ნანა. ნანას გქონიათ ხელი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საყვარელი შვილი გყავთ. ქალბატონი ნანა როგორ არის? ქალბატონი ნანა ცდილობს რომ იყოს კარგად, ან თავი მოგვაჩვენოს რომ არის კარგად, მაგრამ დარწმუნებული ვარ ხანდახან ისე კარგად არ არის ხოლმე როგორც ვთქვათ საუბრის დროს. შენ რატომ იცი ეგ? იმიტომ რომ მეც იგივეს ვაკეთებ. მეც იგივეს ვაკეთებ და ალბათ დარწმუნებული ვარ, ალბათ არა, ვიცი და ზუსტებით რომ ბებოც იგივეს აკეთებდა, როცა იქ იყო და ვთქვათ ჩვენ გქონდა ვიდეო საუბრები და ვატყობდით რომ დაღლილი იყო, მაგრამ მაინც ცდილობდა რომ გაეღიმა, მაინც ცდილობდა რომ პოზიტიურ განწყობაზე ყოფილიყო, იგივეს აკეთებდა ბებო. იგივეს აკეთებს დედაც და იგივეს ვაკეთებდი მეც, როცა დანიაში ვიყავი ქალების, ქართველი ძლიერი ქალები და სუთარო ცდილობთ სამივე რომ რაღაცნაირად ერთმანეთი გაამხნევთ. კი, საკმაოდ ხო რთული არის ეგ მომენტი. ანუ შენ კი მალავ, მაგრამ ეხლა მე ხო ვიცი რომ ბებომაც და დედიკომაც იციან რომ შეიძლება თქვათ ისე კარგად არ ვიყო და აი რომ ვახსენე რომ სასტუმროს ვალაგებდი და რომ შემეკითხებოდნენ დედი დღეს რამდენი ოთახი გქონდა და დაუშვათ მქონდა 20 ან 20+ ოთახი და დღეს ადვილი დღე მქონდა მხოლოდ 10 ოთახი. ამას ვეუბნებოდი ხშირად რომ არ ეფიქრათ რომ ანუ ყოველ დღე ამდენ ოთახს როგორ ალაგებ და ძალიან არენერვიულად, მაგრამ ხო ეს არის რეალობა პრინციპში. ალბათ ყველა ემიგრანტი აკეთებს ამას. ალბათ. ყველაზე რთული მაინც რა არის, როცა იკითხარ აი ემოციურად თუ არ ვიცი, შენ თქვი რომ ემოციურად უფრო რთულია, მაგრამ აი რა არის მაინც ყველაზე რთული? სამშობლოსგან შორს ყოფნა, ოჯახისგან თუ არ ვიცი, თვითონ სიტუაცია, სადაც მუშაობ მაგალითად. ალბათ ყველაფრის კომბინაცია ერთად ქმნის მე იმ ძალიან მძიმე ემოციურ ფონს დაუშვათ როგორი ფონიც მე მქონდა ამ 1 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა ძალიან რთულია სამშობლოსგან შორს ყოფნა, აი ყველა ის ადგილი რო გენატრება, რაც გიყვარს შენს ქვეყანაში, ყველა შენი მეგობარი გენატრება და
დარდობ იმაზე, რომ აი რაღაცა მნიშვნელოვანი მომენტები გამოტოვე მათ ცხოვრებაში და ფიზიკურად იქ არიყავი, იქნება ეს დაბადების დღე ან რაიმეს აღნიშვნა ან ასე შემდეგ, თუ იქნება ის ანუ იმაზე ფიქრი და იმაზე დარდი, რომ აი მე როდის დავბრუნდები და რომ დავბრუნდები, მე რა ხდება, ანუ მე რა შვებით, ანუ რასაც ახლა დღეს მე ჩემთვისაც ვეკითხები, ანუ დავბრუნდი, აღარ მინდა რომ წავიდე ქვეყნიდან, მაგრამ ჯერჯერობით თუ არ ესე ჰაერში, ხო? და აი შემდეგ რა იქნება, ნამდვილად არ ვიცი. რა თქმა უნდა, არ უნებდები და რა თქმა უნდა, ვაგრძელებ სამსახურის ძიებას, მაგრამ არც გამორიცხაო, შეიძლება კიდევ მოგიწევს ასვლა. იცი, აი ძალიან მინდა გამოვრიცხო, მაგრამ ვტოვებ ამ ფანჯარასაც ღიას. თუმცა ძალიან მინდა რომ გამოვრიცხო ეგ ფაქტორი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მე საჭირო ვარ ჩემი ქვეყნისთვის და მე რესურსი ვარ ჩემი ქვეყნისთვის, რომელსაც ჩემი ქვეყანა უნდა იყენებდეს და რომელიც მინდა რომ ჩემს ქვეყანას მოვახმარო და ანუ არ მინდა ვიფიქრო რომ კიდევ წავალ. ხო, აი ეს ყველაფერი ძალიან რთულია ემოციურად, ამ ყველაფერთან გამკლავება და რაღაცა საკუთარი ანუ რომ არ დაკარგო ძალა საკუთარ თავში და რომ არ დანებდე. თორემ ალბათ ხო, არ ვიცი. ერთი წამის სწორად გავიგეთ, რაღაცა დარჩენას განეხილავ, ანუ დარჩენის გეგმა გაქვს, სამშობლოში დარჩენის გეგმა გაქვს? კი, გეგმა არ მაქვს, მაგრამ სამშობლოში დარჩენა, ანუ სურვილი, რომელიც მინდა რომ საბოლოოდ გადაწყვეტილების სახემდე მივიდეს. გეგმა არ მაქვს ვამბობ, იმიტომ რომ ხო, ჯერ ვარ პროცესში ჩამოვედი, სულ რამდენიმე დღე რაც ჩამოფრინდი, ხო? რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი, მაგრამ აუცილებლად მინდა რომ დავრჩე საქართველოში. ძალიან ისეთი შემართება კი და ნეტა ბევრი ფიქრობდეს მართლა ეგრე, უბრალოდ ძალიან რთულია თან რომ ასეთ სიტუაციაში ახლა ქვეყანაა, რომ ვინმეს ესე უთხრა, რომ მოდი რა აიდარჩი და შენი რესურსები მოახმარე აქ ევროპას. სხვადასხვა არც ერთი ჩემი მეგობარი არ მირჩევდა დაბრუნებას. და ხო, ბევრი აქეთ ფიქრობს ასლას ალბათ, ხო? კი. ეს ხო ძალიან დიდი ფაქტობრივად სოციალური კატასტროფაა დღეს. ახალგაზრდების მით უმეტეს ამ ბოლო პერიოდში გადინება ქვეყნიდან. და მე მაინც ესე შეუპოვრად არა უნდა ჩამოვიდე. იმედი არ ვინანებ და ცოტა ხანში ისე უკან არ გავიქცევი. მე მინდა რომ ჩვენს მაყურებელს შევახსენოს პირველ ეპიზოდში ვთქვით რომ ემიგრაციის რიცხვი სინამდვილეში იზრდება ჩვენს ქვეყანაში. და ბოლო რამდენიმე წელში სასწავლებლად წასული 30 წელს ქვემოთ ახალგაზრდების ნახევარზე მეტი დარჩა ემიგრაციაში. ანუ რეალურად გამოდის რომ ეს ახალგაზრდები რომლებიც მიდიან სასწავლებლად უბრალოდ საკმარისი мотиваცია არ აქვთ იმისათვის რომ სამშობლოში დაბრუნდნენ და ის ცოდნა რაც გამოიყენეს რაც მიიღეს გამოიყენონ აქ საქართველოში. ხო, ნუ ჩაოლებრივი ტვინების გადინება, რაც საკმაოდ კივნეულია ქვეყნისთვის ყველა მხრივ აბსოლუტურად. ნამდვილად. კეთი, თამარს ქონდა ჩაწერამდე ეს კითხვა, მაგრამ მე დავსვა. აი იდეალურ, იმიტომ რომ მეც დამისვა წინა ეპიზოდში, იდეალურ შემთხვევაში ჯანსაღ სახელმწიფოში, საქართველოში რას გააკეთებდი, ანუ რა გინდა რომ აკეთო ყოველდღურად, შენ თქვი რომ ხარ სოციალური მუშაკი, ვიცი რომ ისეთ ბავშვებთანაც გიმუშავე, ავისი მშობლებიც არიან ემიგრანტები. აი რა გამოცდილება გაქვს ან რა გინდა რომ აკეთო მომავალში. მადლობა შეკითხვისთვის. იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ მე თვითონ ამაზე. ხო, პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ ანუ პროფესიული შეხება რა თქმა უნდა მქონია ისეთ ბავშვებთან, ვისი მშობლებიც ერთი ან ორივე მშობელი არის ემიგრაციაში. და რადგან პროფესიული შეხება მქონია, უკვე შემდეგ მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში, ძალიან ისეთი საინტერესო ვფიქრობ იდეა დამებადა პროექტის, რომელიც
დავწერე ერთ-ერთი კურსის ფარგლებში, ეს იყო კონკრეტულად ბავშვებისთვის Children Left Behind, რომლის ალბათ ყველაზე პირდაპირ თარგმანი იქნება მიტოვებული ბავშვებისთვის სკოლების ბაზაზე პროექტი, რომელიც მათ შესთავაზებდა სერვისებს და ბოდიშ ვიხდი რომ გაწყვეტინებ როგორი მიტოვებული ბავშვები, ჩვენთან მიტოვებული ბავშვები, მშობლებისგან შრომითი მიგრაციის გამო მიტოვებული ბავშვები. კი, ემიგრაციის გამო მიტოვებული ბავშვები. ხო, და ანუ მათთვის ეს ბავშვები დღეს ფაქტობრივად ესე ცალკე მოწყულად ჯგუფად არ არის აღქმული. სავარაუდოდ არც სტატისტიკა არსებობს ამის ქვეყანაში, ხო? ხო, არა, ერთადერთი რაც ახლა მაფიქრდება ეს არის ის, რომ დაახლოებით 39% რაც ეს არ არის ზუსტი სტატისტიკა. თუმცა ბავშვების დაახლოებით 39% ერთი ან ორივე მშობელი ყავს ემიგრაციაში. სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე მაქვს საუბარი. ხო, და ძალიან რო არ ავირიო, იმას ვამბობდი, რომ ამ პროექტის ფარგლებში მინდოდა ამ ბავშვებისთვის სერვისები შეთავაზება, რომელიც იქნებოდა ეკო-სოციალურ მუშაობაზე დაფუძნებული, ანუ მწვანე სოციალურ მუშაობა და მიდგომები, რაც კიდევ ძალიან ახალი არის ჩვენი ქვეყნისთვის და ვფიქრობდი, რომ ინოვაციური იქნებოდა და იდეალურ ვარიანტში, აი დიდი სიამოვნებით ამ პროექტს განვახორციელებდი და ვიმუშავებდი ამ პროექტზე და მე იმისთვის ვიბრძოლებდი, რომ ეს გამხდარიყო, თქვათ, სახელმწიფო სერვისი და არა მხოლოდ საპილოტო პროექტი ერთ-ან ორ სკოლაში, არამედ მოეცვა, თქვათ, მთელი საქართველოს, იმიტომ რომ ეს ანუ მხოლოდ თბილისის სკოლებში არ გვყავს ჩვენ ასეთი ბავშვები, შეიძლება რეგიონის სკოლებში უფრო მეტი ასეთი ბავშვი გვყავდეს. კი, და მე მგონი სკოლა არ იქნება, სადაც მსგავსი ბავშვი არ მოიძებნება, ხო? კი, რაც დანამდვილებით ვიცი, ჩემი კოლეგა სკოლაში მომუშავე სოციალური მუშაკებისგან, ეს ნამდვილად ასეა სამწუხაროდ. შენ თქვი, რომ აი ამ ბავშვებთან გიწევდა მუშაობა, ვისი მშობლებიც არიან ემიგრაციაში და ანუ როგორ გრძნობენ თავს ან რა გამოწვევების გადალახვა უწევთ ბავშვებს, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ქვეყანაში ჯერჯერობით ნაკლები ყურადღება ექცევა ბავშვთა ფსიქოლოგიას და მე წარმომიდგენია რომ ალბათ ბევრად უფრო რთულია მსგავსი ბავშვებისთვის საზოგადოებაში დამკვიდრება თუ ასე შემდეგ. კი, პრობლემების რიცხვი არის უთვალავი და ჯაჭვურად ერთმანეთზე გადაბმული, რასაც მივყავართ შემდეგ, ანუ მიკრო პრობლემებიდან მაკრო პრობლემებამდე და ზუსტად ამიტომ არის ეს საკითხი, წეღან ვახსენე სოციალური კატასტროფა და ეროვნული პრობლემა, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი კონკრეტული ბავშვის და ერთი კონკრეტული ოჯახის პრობლემა, ხო? ეს პრობლემები, რასაც ბავშვები აწყდებიან, იღებს ანუ მასშტაბურ და ძალიან მრავალფეროვან სახეს და ამიტომ ფიქრობ, რომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა ეთმობოდეს ამ საკითხებზე მუშაობას. პრობლემები დაწყებული მენტალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესებიდან, ასევე აკადემიური მოსწრების გაუარესება, ასევე არა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება, რაშიც თქვათ შეიძლება გულისხმობდეთ ძალიან ელემენტარულ იმ ამბავს, რომ ბავშვს არ ქონდეს დილით საუზმე, შემდეგ სადილი, შემდეგ ვახშამი, აქედან გამომდინარე შემდეგ გვაქვს აქეთ მხარე პრობლემების, რაც შეიძლება იყოს უკვე ანუ მოზარდობის ასაკში, მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება, თამბაქოზე დამოკიდებულება, ალკოჰოლზე დამოკიდებულება, რაც ძალიან სამწუხაროა კიდევ, ეს არის ლუდომანია, ანუ თამაშზე დამოკიდებულება, თამაშებზე დამოკიდებულება და ყველა ეს პრობლემა ანუ
შეიძლება ვიღაცას ერთი კონდეს პრობლემა. ვიღაცა შეიძლება ამ პრობლემებიდან რამდენიმე ერთად აწუხებდეს, ხო? ინტერესებს აი მშობლებისადმი დამოკიდებულება თუ როგორ ყალიბდება შემდგომში, როცა მშობელი გვერდით არ ყავს და რაღაცნაირად შენ თქვი რომ children left behind მიტოვებულად გრძნობენ თავს, ხო? დამოკიდებულება როგორ იცვლება? ძალიან საინტერესო კვლევა ჩატარდა 2022 წელს იყო ეს სხვა კვლევა სიმართლე გითხრათ არც შემხვედრია ეს კვლევა კონკრეტულად ამ საკითხზე იყო და მასწავლებლების შეხედულებებს გვიზიარებდა ბევრი რეგიონიდან და მათ თქვეს ზუსტად მახსოვს ეს ციტატა რომ ამ ბავშვებისთვის საწყის ეტაპზე ძალიან რთულია მშობლების გვერდით არ ყოფნა და შემდეგ უკვე მშობლები მათთვის იქცევიან money making machine ანუ საფულედ ასე რომ ვთქვათ უხეშად ხო და ეს მე მგონი არ არის ჯანსაღი მშობლებს და შვილებს შორის ურთიერთობა მაგრამ ხო თან ალბათ დამეთანხმებით რომ არ მხოლოდ მშობლებისთვის უკვე სახელმწიფოთვისაც ემიგრანტები არის money making machine მანქანად არის ხო აი ეს არის ანუ ასე ყალიბდება შემდეგ ეს ურთიერთობა და როცა მშობელი ბრუნდება საქართველოში ბევრი წლის შემდეგ შეიძლება ზოგისთვის ეს იყოს 5 ზოგისთვის 10 წელი ძალიან დიდი გაუცხოება არის შვილებს და მშობლებს შორის თავიდან უნდა თითქოს გაიცნონ ერთმანეთი თავიდან მიუხედავად იმისა რომ დღეს ძალიან ბევრი საშუალება გვაქვს ხო ეს ვიდეოზარები ან თუნდაც ერთმანეთთან ანუ სტუმრობა შეიძლება დედა ჩამოდიოდეს ან მამა საქართველოში ან პირიქით ბავშვები მიყავდეთ იქ მაგრამ ეს არ არის სტაბილური მშობლობა და შვილობა ასე ვთქვათ როგორ ავხსნა ყოველდღიური არ არის ჯანსაღი ოჯახის მახასიათებელი ეს ტრანსნაციონალური ოჯახები არიან ეს ოჯახები ანუ ერთი ნაწილი ერთ ქვეყანაში მეორე ნაწილი მეორე ქვეყანაში და იწვევს ამ ძალიან ბევრ პრობლემას კი ამ საუბარმა რეალურად გამოკვეთა რამდენი პრობლემა არის ერთად ხო რაღაც ყოველთვის ეკონომიკური პრობლემის შუქიზე წარმოგვიდგენია რომ ემიგრაციის პრობლემა ეს არის აი ეკონომიკური პრობლემა წახვედი მოგვარდა ჩამოხვედი იყიდე რაღაცა დაეწყე მაგრამ სინამდვილეში რამდენ სხვა შრეს იწვევს პრობლემების ამაზე ხშირად არ ვფიქრობთ და მათ შორის ბავშვები ყველაზე მოწყვლადები ხდებიან და რაღაცა თაობათა შორის ტრამებს ვიძენთ ამ ემიგრაციის პრობლემის გამო. მით უმეტეს რომ თაობები გაიზარდნენ უმშობლოდ მართლა ჩვენს ქვეყანაში 1991 წლიდან დაწყებული დღემდე. კი. მე მინდა რომ კითხო ბოლო კითხვა თუ მარიამი შეგვიძლია დღეს ქვეყანაში ეს მდგომარეობა გვაქვს რომ ძალიან ბევრი ადამიანი ეკონომიკური მიზეზთან ერთად პოლიტიკური მიზეზების გამო განიხილავს ემიგრაციაში წასვლას. და მარტივი ამბავი არ არის ეს არც ლოჯისტიკურად, არც როგორ წახვიდე აქედან დაწყებული და მე იქ როგორ უნდა მოემზადო ამ ცხოვრებისთვის. შენ როგორც უკვე თან ყოფილი, ჯერ კიდევ ემიგრანტი, მოდი ვთქვათ, იმიტომ რომ გადაწყვეტილება მიღებული არ გაქვს დარჩები თორე სამშობლოში. როგორც ემიგრანტი რას ურჩევდი იმ ადამიანებს, ვინც აი მენტალურად უკვე გადაწყვეტეს, ოკეი, მე ახლა სამშობლოს დავტოვებ. იცი რა ძალიან რთულია ვფიქრობ ამ შემთხვევაში რჩევის მიცემა, იმიტომ რომ არ მგონია რომელი ან კის ან არას თქმა იყოს ანუ ან სწორი ან მართალი. ორივე შემთხვევაში ვერავინ გაამტყუნებს ადამიანს, რომელსაც დღეს ქვეყნიდან უნდა წასვლა. ასე ვფიქრობ, მით უმეტეს ახალგაზრდა ადამიანს, რომელიცაც ვთქვათ იგივე, ან კიდევ უფრო რთული, ან შეიძლება ცოტა მარტივი გზა აქვს გამოვლილი, როგორც მე. არ მგონია, რომ ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად ვერ გავამტყუნებდი, ვისაც ეს გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრება არის ის, რომ მოდი ასე ვიტყვი, თუ ვსაუბრობთ ქვეყნის განვითარებაზე,
ქვეყნის კეთილდღეობაზე და უკეთეს მომავალზე ქვეყანაში ხალხი ფიზიკურად უნდა არსებობდეს, ანუ ხალხი უნდა იყოს ქვეყანაში, რომ ხალხმა შეძლოს განვითარება ქვეყნის, მით უმეტეს ახალგაზრდა თაობამ. არ მგონია, რომ ჩვენ ვართ დასაკარგი ძალა, ასე ვთქვათ, ძალა, რომელიც სხვა ქვეყნებს, ისედაც განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად როგორც დანიას უნდა მოხმარდნენ სხვადასხვა კუთხით. მე ვთვლი, რომ მაინც საქართველოს ჩემი მოსაზრება ეს არის და კონკრეტულ რჩევას ნამდვილად ვერავის ვერ მივცემდი, ეს პირად გეგმებზე არის დამოკიდებული. რაღაცა ჩემი კითხვა უფრო მდგომარეობდა იმაში ეს გადაწყვეტილება რომ მიიღე და მიდიხარ, აი კონკრეტული პრაქტიკული რაღაც სტრატეგიული მექანიზმები თუ გაქვს ნოსტალგიასთან საბრძოლველად ან დასამენეჯმენტებლად მაგალითად აი ასეთ რაღაცებს როგორ გაუმკლავდეს ადამიანი რომელიც იქ პირველ დღეებს და კვირებს ატარებს. რომელიც უკვე მიდის წასულია, ახალი წასულია. ხო, ბოდიში. სხვა უფრო ისეთი გეგმებისკენ წავედი მე და პატრიოტული სულისკვეთება. საინტერესო იყო მაგის მოსმენა. ხო, მაგას რაც შეეხება, იცი, ყველას თავისებური აქვს ალბათ ეს coping მექანიზმები და სტრატეგიები. ჩემთვის მაგალითად ერთი რამე კონკრეტული ეს არ ყოფილა, უბრალოდ მუდმივად კონტაქტზე ყოფნა საქართველოში მყოფ ჩემს მეგობრებთან და მუდმივად იმ ინფორმაციის მიღება რა ხდება ქვეყანაში, თუნდაც აი რა მოხდა ახალი, რა სიახლეა, კარგი თუ კი რაიმეა ასეთი, ცუდი, რაც ძალიან ბევრი იყო გასული წლის განმავლობაში, ანუ არ მინდოდა რომ გამოთიშული ყოფილიყავი მიუხედავად ფიზიკური აქ არ ყოფნისა. რაც არ მოქმედებდა დადებითად, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ნეგატიურ ინფორმაციას როცა კითხულობ შენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ არის ეს მარტივი, მაგრამ ხო, რეალობა ეს არის შენს ქვეყანაში ხდება და არ უნდა ჩამორჩევ, ფიქრობ. ასევე არ ვიცი, ქართული კერძების მომზადება საზღვარგარეთ, რაც ძალიან შეიძლება ენატრებოდეს ყველას. პირველ ეპიზოდში ხაჭაპურების დაცხოვის სწავლეთ დასავლეთ ქვეყნებში. მეც ნამდვილ ძალიან ბევრი ვარიაცია ვცადე ყველის კომბინაციის, რომ მიმსგავსებინა იმერულ ყველთან, რომ მე იმერული ხაჭაპური გამეკეთებინა. მაგრამ ხო, ესეც ეხმარება და აი ამ ყველა კულინარია იქნება, ეს სამზარეულო იქნება თუ კულტურა, ტრადიციები და ასე შემდეგ, ამ ყველაფრის ხვებისთვის გაზიარება, რომ აი მე ისეთი მაგარი ქვეყნიდან მოვიდივარ, აი ჩემს ქვეყანაში ეს ხდება, ეს ტრადიციები გვაქვს, ესეთი წესჩვეულებები გვაქვს, ჩემი ენა და ანბანი უკვე ყველა ჩემმა მეგობარმა რომ რა თქმა უნდა ვერ ჩამოთვლიან ასოებს, მაგრამ რომ შეხედონ, ამოიცნობენ ქართული ანბანი რომელია. ესეც გეხმარება, რომ მე იღებ კომპლიმენტებს, აუ რა ლამაზი ასოებია, რა ლამაზი ენაა. და შენს კულტურას როცა აცნობს ხვებს, ალბათ ესეც გეხმარება. შენი სიტყვებიდან იკითხება, რომ ქართველებს ძალიან წყურია ეს რაღაცა კულტურული აღიარება, ანუ გვინდა რომ აღიარონ. კი, ეს პატარა ქვეყნის ამბავიც არის სინდრომი. კი, იმიტომ რომ მე თამაშად მსგავსი რაღაც გამოცდილებები ქონდა რა და ჩვენ პირველ ეპიზოდშიც ვისაუბრეთ მაგაზე, რომ აი რამდენად დაგვეხმარა ეგ რაღაც სიტუაციებში, რომ აი ყველას ჩვენ ქვეყანაზე ვყვებოდით და აი ჩვენი მთები და ჩვენი ველები, ხო? კი, ყველა დაპატიჟებული ყავს საქართველოში. აშკარად ყველას გვაკლია ეგ, რომ ჩვენი კულტურა უფრო მეტად იყოს აღიარებული, ხო? ესე ვფიქრობ. ძალიან დიდი მადლობა კეთი. გან ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, ცოტა სევდიანი, რაღაც მხრივ შეიძლება, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ამ საკითხზე უფრო ხმამაღალი გავხდეთ, სასურველია და ამ საკითხებზე ბევრმა ისაუბროს, რომ რეალურად პრობლემის სიღრმეს ჩავწვდეთ. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ვეთანხმები კეთის, ხო, რაღაცა ეს ემიგრაციის ტკივილები ბევრი, იმიტომ რომ ერთმანეთს ვუფრთხილდებით და
ტყუილებშიც ვახვევთ ხო ერთმანეთს რაღაცა არ გვინდა რომ გული ვატკინოთ ჩვენ მშობლებს და იცოდნენ ან პირიქით ხო მშობლები არ გვეუბნებიან ბოლომდე რამდენად რთულ პირობებში უწევთ იქ ცხოვრება და მუშაობა და აბსოლუტურად ამ გადაცემის პოდკასტის მიზანი ზუსტად ის არის რომ ემიგრანტების ყველანაირი ისტორია მოვყვეთ და ეს ისტორიები სულ სხვადასხვაგვარი და მრავალსახოვანია ხო როგორც კეთი თქვა. კი, და ჩვენ ვეცდებით რომ ყოველ ჯერზე მრავალფეროვანი სტუმრები გვყავდეს. შემიძლია რომ ეს ამბავი არ გამოგრჩეთ, აუცილებლად გამოგვიწერეთ ყველა არხზე, არც ერთი არხი არ გვაქვს დატოვებული, Spotify-დან დაწყებული, TikTok იქნება თუ YouTube, ყველა სოციალურ მედიაში ვართ მოკლედ და გვიყურეთ, გამოგვიწერეთ. ასევე შეგეძლიათ რომ კომენტარებში დაგვიწეროთ თქვენი რჩევები, რა ისურვებდით რომ გაიგოთ, ან თუ გნებავთ რომ ვისურვებდით სტუმრად და მოკლედ ყველანაირად გვჭირდება ხალხის და რაც მთავარია ემიგრანტების ხარდაჭერა ამ საკითხში. კი, და ჩვენ კი ვართ მორცხვები და გვერიდება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ სინამდვილეში ამ პოდკასტის ფინანსური მხარდაჭერაც შეგიძლიათ, ამის მზაობა ან სურვილი თუ გექნებათ შეგიძლიათ დონაციის სახით დაგვეხმაროთ პოდკასტის მხარდაჭერაში ლინკებსაც ამის შესახებ აუცილებლად დავუშვათ ვიდეოებს და ძალიან დიდი მადლობა მოსმენისთვის და მადლობა კეთის სტუმრებისთვის. ძალიან დიდი მადლობა და შემდეგ შეხვედრამდე ჩვენო მაყურებლებო.